საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. გიორგი ბარათაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას დღეს უნდა გადაწყდეს. საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ხათუნა ბერძენიშვილმა გათავისუფლება არხის გენერალური დირექტორის პოლიტიკურ ინტერესს დაუკავშირა და გიორგი ბარათაშვილი მიკერძოებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ არხის გენერალური დირექტორის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის არაერთი მცდელობა იყო. მისი თქმით, გიორგი ბარათაშვილმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაც გააუქმა. გენერალურმა დირექტორმა ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებებს სიცრუე უწოდა. გიორგი ბარათაშვილის თქმით, საინფორმაციოში ჩარევის მცდელობა არასოდეს ჰქონია. ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება კი საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის გაუქმებას უკავშირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა ბორდის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შეიცვალა. სტრუქტურაში რჩება საინფორმაციო უფროსის პოზიცია. პროფესიულად ჩასავლელი ველოდი, რომ ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, განსაკუთრებით საინფორმაციოს გუშინდელ გამოშვებაში გასული რეპორტაჟის შემდეგ ვგულისხმობ თეატრო ლუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ ამბავს. ბარათაშვილი გუშინ მე რამდენჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ეს რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო. მისი სურვილი იყო, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულების პრობლემა, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგები, განსაკუთრებით ბოლო ბრიფინგი მაქვს მხედველობაში. ასევე რამდენიმე სხვადასხვა თემა, რომელიც ახალი ხელისუფლების ახალ პოლიტიკას უკავშირდებოდა, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში გაშუქებულიყო. სამეურვეო საბჭოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებით მაუწყებელში შემოვიდა ახალი სტრუქტურა. ამ ახალი სტრუქტურის მიხედვით აღარ არსებობს საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტი. შესაბამისად აღარ არსებობს მისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. მინდა გამახვილიყო 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ხათუნა მელაპარაკა, მე მქონდა ბურთან ამ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკი, იყო მქონდა ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა მომბემ 7 წუთით ადრე გამოიყვანა ეთერიდან.